მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. როგორც თქვენ ხედავთ, ჩემი ეკრანის მეორე მხარეს არის ძალიან საინტერესო ინსტალაცია გამოფენილი. ზოგადად მე ევროპული კულტურის ძალიან დიდი ფანი ვარ, იმის და მიუხედავად, რომ ევროსკეპტიკოსი ვარ, ოღონდ ევროსკეპტიკოსი იმ გაგებით, რომ ბრიუსელისა და ბრიუსელის ტექნოკრატიული ტირანიის მოწინააღმდეგე ვარ, თორე ევროპის არანაირი წინააღმდეგობა მე ევროპასთან არ გამოჩნია და არანაირი სიზულვილი. ხო და ამ საინტერესო ინსტალაციის ერთ-ერთი ახალი შედეგი არის უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომლის მიხედვითაც უნგრელმა ხალხმა ძალაუფლება გადააბარა პიტერ მადიარს, ანუ ორბანი ჩამოშორდა ძალაუფლებას, ჩვენი მეგობარი და ჩვენი ძალიან საყვარელი ადამიანი, რომელიც არა მარტო ჩვენს მთავრობასთან გამოირჩეოდა მეგობრული ურთიერთობით, არამედ დონალდ ტრამპის შვილი თვითონ ჩაფრინდა უნგრეთში, მხარდაჭერა გამოუცხადა ორბანს, ასევე ჯეიდი ვენსი იმყოფებოდა, სადაც სახალხო წარმოდგენიდან გამოვიდა და ტელეფონი დასაუბრა დონალდ ტრამპი ორბანის ამორჩეველს. ნუ საბოლოო ჯამში ამერიკის მხარდაჭერა მარუშველა და უნგრეთში მოვიდა პიტერ მადიარი. და უცებ მოულოდნელად ძალიან საინტერესო ინსტალაცია შეიქმნა. ძალიან საინტერესო ინსტალაცია, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ ამ ეკრანზე. ეს არის რომ პიტერ მადიარს რო ნელ-ნელა გადაფხიკე და მოიგეგა უკეთო, უცებ საიდანღაც ზელენსკის სახე გამოისახა. და მე მინდა უნგრელ ხალხს აქედან ამ შემთხვევით ვისარგებლო და უნგრელ ხალხს მიულოცო, რომ დღეის აქედან მათი ფული, რაც აქამდე ძირითადად ევროკავშირის შემოვალი ქვეყნიდან ძირითადად დავები ქონდა და სანქციები უნგრეთს ედებოდა, ანუ უნგრელი ხალხის ფული ხვალიდან უკვე პირდაპირ ჩაერიცხება ზელენსკის სოლის ერთი ადგილის ეპილაციას და მე მინდა უნგრელ ხალხს ეს მიულოცო, მათი ეს დამაჩერებელი არჩევანი. ეხლა მეგობრებო, მოდი ხუმრობა ცოტა რომ შევიშვათ ამ ყველაფერს რეალურად შევხედოთ, მანამდე გხოთ რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ვიდეო, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ ხალხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და მე მინდა მსოფლიო გამოხმაურება თქვა თან აქედან გამომდინარე ამ ყველაფერზე და პლუს დამატებული მინდა თვითონ პიტერ მადიარის დამოკიდებულება მოგასმენინოთ საქართველოსა და საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმართ. მოდი გადავიდე და ყველაფერი განვიხილოთ. მოკლედ პირველი ასეთი რეაქცია, ანუ ხო აღნიშნავდა ლიბერალური ბაბლი საქართველოში, რომ ორბანის დასრულებით თურმე ივანიშვილიც სრულდება ამ ყველაფრით და მოულოდნელად, ანუ მოწმენდელსაზე მეხი ვარდება და პიტერ მადიარი ამბობს, რომლის ვიდეო მტკიცებულებასაც განახებდა და თან იმდენად არის ეს ყველაფერი ორკესტრირებული და აფილირებული, რომ ეს სიმართლეა, რომ ამას თვითონ ლიბერალური მედიას ვერ გაყალბებდა, რომ აგერ თავარმა დაპოსტა, რომ ძალიან მოხარული ვიქნები, რომ გეწიო თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან. ეხლა ქართულ მხარესთან რას გულისხმობს პიტერ მადიარი? მინდა განვმარტო. ქართულ მხარესთან არ ნიშნავს, რომ მე ჩამოვალ საქართველოში და აკაცუკებთან ერთად რუსთაველზე დავდგები, ქართულ მხარესთან ჩამოსვლა არ ნიშნავს, რომ მე მაგალითად მივალ და მაგალითად რომელიმე ციხესთან აქციას გავმართავთ, რომ მაგალითად პოლიტპატიმრები მოუშვეს აქ ქართული მხარე იგულისხმება ამჟამინდელი საქართველოს მთავრობა. ეხლა მოდი ეს ყველაფერი ოდნავ გვერდზე გადავდოთ, ამ ყველაფერს ახლა მე თქვენ ვიდეო მტკიცებულებით განახებთ. აი ეს მინდა მოგასმენინოთ, მეგობრებო, ქართული ჟურნალისტი ეკითხება პიტერ მადიარს, რას ფიქრობს ჩვენთან ურთიერთობებს. მოდი მოვისმინოთ. ანგელია რუსთავიორი. საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, რას უნდა ველოდოთ თქვენგან. როგორ აპირებთ საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელებას და იქნება თუ არა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან და თბილისთან. მადლობა. დიახ, ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობებს საქართველოსთან და ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ რადგან ვიქტორ ორბანის მთავრობას ძლიერი კავშირები ჰქონდა ბალკანეთის თუ სხვა რეგიონის ქვეყნებთან, არ ნიშნავს იმას, რომ უნგრეთს ამავე ქვეყნებთან სამომავლოდ ნაკლები ურთიერთობა ექნება. ოკეი. ეს წინადადებები მომეწონა. მაგრამ ხენაყოფი შეიცნობა, ჯერ დავაცადოთ. პირიქით, თუ უნგრეთს რომელიმე ქვეყანასთან სუსტი ან პრობლემური ურთიერთობა ჰქონდა, ჩვენ ვეცდებით მის გაუმჯობესებას, რადგან თანამშრომლობა და ერთობლივი განვითარება ჩვენს საერთო ინტერესშია. მოხარული ვიქნებით თუ გესტუმრებით თბილისში ან სხვა ადგილას და მოუთმენლად ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას. ამასთანავე ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას. არ შევეცდებით გავლენის მოხდენას თქვენს ქვეყანაზე. ეს არ არის ჩვენი სტილი და არც რომელიმე ევროპული მთავრობის ფუნქცია. ყველა არჩეულია იმისთვის, რომ ემსახუროს და წარმოადგინოს საკუთარი ქვეყანა. რა ლამაზი სიტყვები თქვა, აი უკეთესად თვით ციცერონი ვერ იტყვა და იმდენად კარგად წარმოთქვა, ეხლა საკუთარი პოლიტიკური სიტყვა პიტერ მადიარმა. რაზედაც ეხლა ჩემი რეაქცია რა არის ამასთან დაკავშირებით, ხო კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ხე შეიცნობა ნაყოფით. ეხლა სტენდაპიდან, ოპოზიციური მეინსტრიმიდან აბსოლუტურად სხვანაირად ჭიკჭიკებდა. უკვე პირველი ფეხი შედგა მეინსტრიმში და უკვე სხვანაირად ალაპარაკდა, მაგრამ რა იქნება მესამე ამას დრო გვანახებს. მე ხა არ ჩავალ ამ ყველაფრის სიღრმეებში და არ დავიწყებ ხა ესე უეჭველი იქნება ან ესე არ იქნება, ხო? მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რომ მე არ მესმის ქართულ ლიბერალებს რა უხაროდოთ. ანუ მართლა სერიოზულად, ანუ რეალურად ანუ
ბიძინას ავტორიტეტი, ბიძინა ორბანით მოვიდა საქართველოში თუ ორბანით წავა, ვერ ხვდები, რა კავშირშია ეს ორი ერთმანეთთან. ამას მართლა გულწრფელად ვერ ხვდები, თან იმის ფონზე რომ ორბანს პრორუსად მოიხსენიებენ, როდესაც ფაქტობრივი მტკიცებულება ნომერი 3. მოდი სოროსები მე ვნახოთ ცოტა ხანში, მოდი ეს ამბავი გავაკ, ხო. დონალდ ტრამპ უმცროსი. აგერ ტრამპის ბიჭი მშვენიერი ბიჭია, ეს მამამისისგან განსხვავებით ცოტა ადეკვატური არის, რა თქმა უნდა. იმედი გვაქვს ხარს დაუჭერთ მამაჩემის მეგობარსა და მოკავშირეს. ეხა უყურეთ. ეს არის ფაქტობრივი მტკიცებულება. ეს არ არის ჩემი აზრი, მაგალითად, რომ ორბანი იმიტომ მოიხსენიო პრორუსად, რახან რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მოლაპარაკებები ანიშნავს სიყვარულს, მე ნახე, შეიძლება გოგო მომწონდეს. ხო? რავი, უბრალოდ სიმპათია გამოჩნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ოდესაც მე მასთან საუბრობ, რომ მე ის მიყვარს. ნახეთ, მოდი ამაზე მარტივად როგორ თქვა, ვიცი ლიბერალმა რო გაიგოს, მაგრამ ვამბობ. მოლაპარაკებები არ ნიშნავს ავტომატურად, რომ პრო ვიღაცისტი ხარ, პრო ნინისტი, პრო მარიამისტი, არ ნიშნავს. მოლაპარაკებები ნიშნავს, რომ არის რაღაცა დისკუსია, რომელიც უნდა გავმართოს ხარებმა, ხო? ეს არის, რავი, სოფლიო პოლიტიკისთვის არსებული დღესასრიგი. დონალდ ტრამპი უმცროსი ამბობს, რომ ჩვენი მოკავშირეა ორბანიო. ორბანი მიიღეს ამერიკაში ძალიან დიდი ზარზეიმით, ეს ტრამპი რო ახალი მოსული იყო. გარდა მაგისა, ჯეი დი ვენსი იმყოფებოდა ამერიკაში, ამის კადრებიც არსებობს, სადაც სატელეფონო იმიდაურეკა, რა ქვია, მამამის და გააღვიძა ტრამპი, ეძინა უეჭველი. ეხლა მე ამდენი ხალხის წინაშე ვარო და მე მგონიო ორბანზე მეტად ტრამპი აქ უყვართო და არა, მე ეჭებაო ორბანი უფრო უყვართო მათო. როგორ შეიძლება ეს ადამიანი პრორუსად მოიხსენიო? რომელიც ადამიანს უბრალოდ ადარდებს პრაგმატული პოლიტიკა. პრაგმატული პოლიტიკა ნიშნავს დიალოგს ყველასთან. ნახეთ, ყველა ადამიანთან შეგიძლია დიალოგი. ეს უნარი თუ არ გაქვს, ხარ რადიკალი, უბრალოდ ბომჟი ხარ ჩაულებრივი რა. ბომჟი ხარ, რავი, მეტი რანაირ ენაზე ახსნა არ ვიცი. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ეს არის ტყუილი რეალურად რასაც ავრცელებენ. ტყუილი. ეხლა გამონდი გადავიდე და შევეხოთ ილონ მასკის განცხადებას. ეს იმედმა რო აიღო, პირველი გავაზიარე მე, X-ზე დატებული ქონა 2 წუთის წინ, დაახლოებით ეს იყო დილის 5:30 გუშინ. და თქვა ესეთი რამე, რომ სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო. რეალურად ხელში კი არ ჩაიგდო უნგრეთის სახელმწიფო სოროსმა. სოროსმა დაიბრუნა უნგრეთი. მოდი ამ პარადიგმით წავიყვანოთ ეხლა ეს ყველაფერი. რატო? სოროსი არის ებრაელ-უნგრელი, თავიანთი თავისი წარმომავლობით. ბუნებრივია ვიქტორ ორბანის ამ მთელი ამ ძალაუფლების პერიოდში ადამიანს ყველაფერი ქონა დაბლოკილი ქვეყანაში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება, ყველანაირი სახის გრანტი რაც იქნებოდა, აქედან იყო ხო ჩვენი გულხურვალე მხარდამჭერი, იმიტომ ვიყავით ვიქტორ ორბანისა და ზოგადად მაგ პოლიტიკოსო სოროსი, რომელიც არის კაცობრიობის მტერი, რომელსაც მე კი არა, ილონ მასკი მოიხსენიებს. სოროსის გავრცელებული პრაქტიკა, რომ ისი მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტულად უნდა იქმნებოდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. რატო ეს არის გეოპოლიტიკური დაპირისპირება ჰარტლენდსა და რილმენს შორის, ხო ეს ძალიან ღრმა თემა, ამას უნდა ჩავუყვებით ახლა. მაგრამ მასკმა გამოვიდა და თქვა, რომ როგორც ალექს სოროს, სოროსის გველშვილს, გველის წიწილს, როგორც მამამის ზულტ კაცობრიობა. და ყველაფერს ებრძვიან, რაც ასოცირდება იდენტობასთან, რაც ასოცირდება ფასეულობასთან, რაც ასოცირდება ღირებულებასთან. რაში მოდის ახლა ეს ყველაფერი? პირველ რიგში ევროკავშირის იდენტობის პოლიტიკა, რომ რეალურად ევროპა მოძულეები კი არა ვართ ჩვენ. არამედ ჩვენ ვაკრიტიკებთ ტექნოკრატიულ ევროკავშირის დიქტატურას. ამის ნათელი მაგალითია 25 ნოემბერს 2025 წლის, როდესაც ევროპის უზენაისმა სასამართლომ გამოსცა ამის შესახებ ძალიან დიდი ესე ვთქვათ, ნორმატიული აქტი, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება უნდა აღიაროს ევროკავშირში შემოვალ ყველა ქვეყანამ. ეს უხეშად ნიშნავს ადგილობრივი გინა თვითმმართველობის, ასევე სამართლებრივი დოკუმენტებისა და კონსტიტუციის უხეშ დარღვევას. მეორე, ჩანაცვლებისა და იდენტობის პოლიტიკა, ხო? და არის ჩანაცვლების პოლიტიკა. ჟენევის კონვენცია, რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რეგულირდება ევროპაში, რომ ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვალდებულია მიიღოს ტოლვილები. საუბარი მაქვს 2015 წელს დაწყებულ ანგელა მერკელის მიერ გერმანიაში შეშებულ 2 მილიონამდე მეტი მიგრანტი, მაგრამ მარტო ლეგალური მიგრაცია კი არ არის მანდ პრობლემა, რომ შენ მაგალითად ევროკავშირი და ევროპელი ხალხი საკუთარი GBD ინახავს ვიღაცებს. არა, აქ არის არალეგალური მიგრაცია პლუს, რომელიც კიდევ ერთხელ ამძიმებს იმ მდგომარეობას, რომ მაგალითად 456%-ით რო არის გაზრდილი დანაშაულის რიცხვი 2016-სა და 2025 წლებს შორის გერმანიასა და საფრანგეთში ორგანიზებული დანაშაულისა, გაუპატიურებისა და მკვლელობის რიცხვი ეს
ესეც კი იმასაც ხას უსვავს, რომ არალეგალური მიგრაცია არის კონკრეტულად ევროკავშირის დიქტატურის ერთ-ერთი მთავარი მარგინალიზირებული, ესე ვთქვათ, დოქტრინა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპელი ხალხის ჩანაცვლებას. და მე მესამე კოლექტიური უსაფრთხოება, ანუ ევროკავშირი ტრაქში ყავს ამოსული მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რავი, თანამედროვე ახალი მსოფლიო წესრიგს. რომ მოლაპარაკებების მაგიდაზეც აღარ სვავენ უკრაინასთან, ხვდებით? ტრამპი ემუქრება ევროკავშირს კი არა. ნატოდან გავალო საერთოდ, რომელი ევროკავშირი საერთოდ საიმში აღარ არის აქ. ანუ აქედან გამომდინარე, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა. ხვდებით? ანუ ეს არის ფუნდამენტური, რატომაც ჩვენ სოროსიანისტებს უწოდებთ ეშმაკის მოციქულებს. თორე ეს ტყუილად ხო არ გაჩნდებოდა რამდენი თეორია, უნდა ვიყოთ ადეკვატურები. მოკლედ, მეგობრებო, პიტერ მადიარი ხა რა ტიპია, როგორი ტიპია, რა შვება, რა სიზავს ხა ეს ინსტალაცია კონკრეტულად რო განვაორცოთ, ხა რას ნიშნავს ეს ინსტალაცია? ეს ინსტალაცია ნიშნავს იმას, რომ რაზედაც უკრაინის პრეზიდენტ აცაღლებულ ზელენსკის ჰქონდა პრობლემები ორბანის თავრობასთან, რომ ბლოკავდა ხშირ შემთხვევაში ევროკავშირიდან მიღებულ სხვადასხვა დივიდენდებსა და იმას, სავარაუდოდ მადიარი მას ხარს დაუჭერს და უნგრელი ხალხის ფულით წავა უკრაინაში. წავა სხვადასხვა დახმარებებში, როგორც სოციალური, როგორც პოლიტიკური, როგორც სამხედრო მილიტარისტული და ამაზე საერთაშორისო სკანდალი იმანაც გამოიწვია, რომ ზელენსკიმ თქვა, რომ ფრთხილად იყოს თორე საჭირო ადამიანები დაელაპარაკებიანო, პირდაპირ დაემუქრა არა მარტო პრეზიდენტ ყოფილ პრეზიდენტ უკვე ყოფილი ხო ორბანს დაიმუქრა, არამედ მის ოჯახის წევრებსაც. რაც არის ბუნებრივია, ну რამოდენიმე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ დაგმო, მაგრამ მთლიანობაში ბრიუსელს არ დაუქმია. მოკლედ ხა ეს დიდი არაფერი გამარჯვება არ არის, მე მინდა გითხრათ ხა რა ხანა ხა მადიარი მოვიდა ამით რამე იცო, ჯერ ეგეთი უნგრეთი ისედაც დიცუ ვერაფერს ვერ ცვლიდა ჯერ აქამდე, მოდი ესეც ხაზე გაუსვადო, ვისაც ამის იმედი ქონათ კიდე ეგეც ძალიან დიდი შეცდომა. მაგრამ ეს იქნება ერთ მცირე გაფართხალება, იმიტომ რომ თანამედროვე პოლიტიკას ქმნის შეერთებული შტატები ჩინეთთან ერთად. იმის იგი თქვენ ხართ თუ რაღაც წარმოდგენები გაქვთ რაღაცა ევროპაში რაღაც მოხდება, ჰაი, ჰუი, არის ტყუილი რეალურად. აგერ შოლც იმისა რა ქვია, მერცის ანგარიში გამოქვეყნდა, არის ისტორიული მინიმუმზე მაგ კანცლერის რეიტინგი. რატო? იმიტომ რომ გერმანიის ეკონომიკას ერხება. ანუ იმას კი არ ეხება, რომ გერმანიის საიმიგრაციო სერიოზული პრობლემები. BMW-ს, Mercedes-ის ქარხნები იხურება გერმანიაში იმის გამო, რომ სულ სღაფავს გერმანია, ხვდებით? ეს არის ენერგო სხვადასხვანაირი პრობლემატიკა და ენერგოკრიზისები, რომელიც წარმოშვა რუსეთ-უკრაინის ომმა და ძირითადად ეს ყველაფერი მოდის, რომ გაზი რომელიც რუსეთიდან შედიოდა გაცილებით დიაბად, ეხლა ნორვეგია აწვდის, ან უფრო უარესი კიდე სირიიდან კატარმა უნდა გაჭრას, კატარის ენერგოობიექტები დაბომბილია, შესაბამისად დარხეული აქვს ევროპის ენერგეტიკულ სფეროსაც. რაც ბუნებრივია, ამ კონტინენტს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ისტორიულ მინიმუმამდე ძალიან მალე დაიყვანს. არ ვიცი ხა მე რის იმედი ქონათ ამით, ან საერთოდ მე ვერ ხვდები რატო იყო ბევრი რამე ამ ყველაფერზე დამოკიდებული. ან თქვენ რა გონიათ ხა ორბანის ყოფნა არ ყოფნაზეა დამოკიდებული რაღაცა? და ეს მართლა გეგონათ? ან ეხა მადიარის მოსვლა რამეს შეცვლის საერთოდ გერმანია და საფრანგეთი ვეღარაფერს ცვლიან ევროპაში და ეხა თქვენ გონიათ მადიარი, აი მადია ეს ადამიანი, ხო ეხა რამეს შეცვლის ევროპულ დღის წესრიგში. ეს არის ტყუილი, მეგობრებო, ასე რომ არ დაიჯეროთ ეს ყველაფერი, მადლიერი ვიქნები მით თუ მადიარი გააგრძელებს ორბანის პოლიტიკას საქართველოსთან დამოკიდებულებით, მაგრამ თუ არც გააგრძელებს, არც ეგ არ მადარდებს დიდად და სიმართლე თუ გაინტერესებს, არც დიდად იმოქმედებს ქართულ პოლიტიკურ იმიჯზე ეგ ყველაფერი. რადგან პოლიტიკა არის დროებითი, პოლიტიკა არის ცვალებადი და ბუნებრივია ერთი მოდ ის მოვა სხვა წავა ტურფასას აბაღნაროს. რავი, თქვენი ასეთ დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ ამ დღეებში. დროებით მეგობრებო.